ჯერ კიდევ პარლამენტში ყოფნის დროს მე დავჯექი, იმიტომ რომ ძალიან რაზე ეხა პროფესიულ დონეზე მე უნდა ვისაუბრო პარლამენტში აფხაზეთზე პრობლემაზე და მე უნდა ვიცოდე. ჩემი საქმიანობის წარსული საქმიანობიდან გამოდი დავჯექი და შევისწავლე ეს პრობლემა და დავწერე. რომელიც უშიშროების საბჭოს წარუდგინა მაშინ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემა. დავწერე მოურიდებლად, დავწერე როგორც იწერება სტრატეგიული კვლევის ცენტრებში, ყველა ვარიანტი, ჯერ ისტორია, დიდი ხნის ისტორია. მოჰაჯირობიდან დაწყებული ისტორია, რომელშიც ჩვენ და აფხაზებმა ორივემ ერთად ძალიან მაგრა დაუშვით შეცდომები და გაგვითამაშეს ეს შეცდომები. დაედო მათ საიდუმლო გრიფიეს მერე გავიგე და სპეციალისტებმა, რომლებმაც მაჩვენეს მერე 2-3 წლის მერე, ერთ-ერთი გარდაცვლილია ძალიან და იყო მეორედ მაჩვენეს რეზოლუცია, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს დინის დაწერილი, რომ მსგავსი არაფერი დაწერილა და გთხოვთ ექსპერტებს შეისწავლოთ ეს. მე მქონდა ძალისმიერი მოქმედებები. ვინ იყო მაშინ უშიშროების საბჭოს დინარის? ვინც იყო? ხო და მე ყურადღებით გისმენ. რატო ვამბობ ამას? ჩვენ შემდეგ ერთ-ერთმა ცნობილმა აფხაზმა, რომელიც საქართველოში იყო, აჩვენა ეს აფხაზებს. და მე მითხრა მათ სოხუმში აფხაზების აზრი, რომელსაც ქართველი ამას თუ დაწერდა ვერ წარმოვიდგენთ. მე სიამოვნებით ჩავიდოდი სოხუმში მარტო და დავესაუბრებოდი ყველა იმ ხალხს, რომელიც ორგანულად არის ამ ქვეყნის ნაწილი და მათი მომავალი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ვერსად აფხაზი ვერ იქნება ისე, ვერსად ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსი ეთნოსის ადამიანი ვერ იქნება ისე მშვიდად, იმიტომ რომ ეს არის განუყოფელი ნაწილი, ეს მათი საარსებო გარემოცა, ჩვენი გარემოცა. უშიშროების საბჭოში მე უშიშროების იმ ცნობილ მაღალ თანამდებობის წვირს ვეუბნებოდი, თქვენ არ გეცმით ერთი რამ. ეს არის უზარმაზარი სუბკულტურა ქართულ ერთიან კულტურაში. ჩვენი კულტურები ხო როგორაა, მე აქ ხდება რაღაც. თუ ჩვენ დაგვეხურა ეს უზარმაზარი კულტურა, მაშინ ჩვენ ხოლმე კიდე მეორე დაგვეხურება და მე აღარაფერი აღარ დაგვჭირდა. ამიტომ აქ ძალიან ღრმა საკითხებია, ცალკე სასაუბრო თემაა და თუ სრული იქნა, მე გავყვები იმ ჩემს ნამუშევარს, რომელიც ერთ-ერთი შემიძლია გითხრათ, ჩემი საშინელი რეაქცია იყო პარტიზანების საქმიანობაზე. და მე ვასაბუთებდი, რომ როგორ შეიძლება პარტიზანები მიუშვა შენს ქვეყანაში და მოუკლა აფხაზ შვილი და აფხაზმა მოგიკლას შვილი და შენ მერე ჭრიდე ყველა, ანგრევდე ყველა ხით, იმიტომ რომ მე ფიქრობ, რომ ეს არა ჩემი დაჟინებული მოთხოვნა იყო, მე ვერ გეტყვით ზუსტად ასე, მაგრამ სულ ცოტა ხანში პარტიზანული მოძრაობა აღარ იყო. ყოველ შემთხვევაში მას ხელისუფლება აღარ უჭერდა. რატო იცით? პარტიზანულად ჩვენ შეიძლება ებრძოლო მტერს, რომელიც შენ ქვეყანაში შემოვიდა. შენ პარტიზანულად ებრძოლო აფხაზებს. ანუ ეს იგივეა, ებრძოლო იმერლებს. ებრძოლო მეგრელებს. ხო, მაგრამ შემდეგ უნდა სხვა ნაბიჯები მოყოლოდა ამას, ბატონო, და აი სხვა ნაბიჯები აღარ მოყვა. არაფერი არ მოყვა, იმიტომ რომ შემდეგ 98 წლის პროვოკაცია და შემდეგ ყველაფერი სპეციალურად გაკეთდა, რომ ეს ქართველების გაკეთებულია, გვარებს არ გეტყვით ახლა, რომ აფხაზეთთან სიტუაცია არ დალაგებული. მე უფრო მეცაც გეტყვით. ამის თქმა მინდოდა ზუსტად. მე როცა პარლამენტში ვიყავი, მაშინ ცხინვალში იყო უფროსი, მართო ჩემო რამ დამავიწყა მისი გვარი და მან თხოვა შევარდნაძეს. იქნებ ოფიციალურად ჩვენ ბიზნესმენებს მიცეთ 5000 ტონა ბენზინის გაყიდვის უფლება ვეში საქართველოში.
კოკოითი. არა, კოკოითამდე. კოკოითი არა, ის კოკოითამდე? უფრო ნორმალური ადამიანი იყო. დამავიწყდა რამდენი არ მახსოვს არც მე. წარმოიდგინეთ თქვენ. იქ იყო ერგნეთის ბაზრობა, სადაც ქართველები თავისუფლად შედიოდნენ, მაგ კი რა ონშიც მაგით გზით გავლით ყველაზე მოკლე. ცხინვალზე გადიოდა საჩვეულებრივად. და რა გამოვიდა? არ მიცეს, იმიტომ რომ თავისი ძმისშვილი ყავდა პატრონად ამ ბიზნესისა. არ მინდა ხა შეფასებები გავაკეთო. 98-ში დიდი პროვოკაცია მოხდა. მე ის იყო რომ ენგურამდე მოვიდა საზღვარი, ისტორია. და მე მოხდა ის უბედურება ორგანიზებული 2008 წლის ტრაგედია, რომელიც ძვირად დაუჯდა ქართველებს. რომ არა ქართველების გამყიდველობა ეს არ მოხდებოდა. რაც შეეხება ოცებს და აფხაზებს, თბილისში არიან ჩამოსაყვანი, სერიოზული ხალხი. ღია ეთერია მოსაწყობი, ამას მე იმ პროექტში წერდი, ჩვენ ერთმანეთს მძიმე რამეებს ვეთქვით, მაგრამ ეს არის ანამნეზის პროცესი. ჩვენც აფხაზებმაც და ოცებმაც ერთმანეთს უნდა უთხრათ ყველაფერი და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე ერთად ცხოვრებაზე შევთანხმდეთ. ამაზე უკეთესი გარემო ვიდრე დაალაგებული საქართველო იქნება არ არსებობს მათთვის, იმიტომ რომ მათ აქვთ წმინდა პრობლემა, ტექნიკური პრობლემა. 90,000-იანი აფხაზური ეთნოსი მილევადია, მით უმეტეს ყველა არ ცხოვრობს, ახევარი თითქმის რუსეთში. და ახალგაზრდებმა აფხაზური აღარ იციან, ისინი რუსულად მეტყველებენ. ამიტომ მე ამას უყურებ არა ტერიტორიის, მე პირდაპირ წერდი მაშინ, არა ტერიტორიის დაბრუნებად, არამედ ხალხთან ურთიერთობის აღდგენას და თანაცხოვრების წესებზე. მე შევარდნაძეც იმასაც ვთავაზობდი, რომ ჩამოვიყვანოთ აფხაზები და უთხრათ პირდაპირ, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერება პარლამენტი ორ პალატიანი ზედა პალატის თავმჯდომარე აუცილებლად იქნება აფხაზი ეთნოსის წარმომადგენელი. მინი თავრობა თუ პრემიერ-მინისტრი არ იქნება აფხაზი, მაშინ პირველი ვიცე-პრემიერი აუცილებლად იქნება აფხაზი. შენ რა გინდა? არ გინდა შენ მმართველობაში შემოიყვანო, თავისი ქვეყნა დაგძნობინო და გინდა გარიყულიყავდე და ტელევიზია მოგეცი და უნივერსიტეტი გაგიხსენი და აბა ეს არის ბოლშევიკური აზროვნება. სხვა რამეებია საჭირო ამ საქმეშიც ჩემი ასაკიდან გამომდინარე ესეც გაკეთებული მაქვს და ვიცი აფხაზების განწყობა და ამას ჩვენ მოუბრუნდებით თუ ქართველების სურვილი იქნება.